მე ვარ ტაისია ჯინჯაძე 7 წლის. სწავლობ მერვე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, კითხვა და სიმღერა. ყველაზე უფრო მიყვარს კითხვა. კითხვა შემაყვარა ლიკა მასწავლებელმა. პირველ კლასში ასოებს გვასწავლიდა და მეორე კლასში რო გადავედით, მეორე კლასის წიგნი მოვცა და წავიკითხეთ ყველა. მე ვარ ჭკვიანი გოგო და ასოები ადვილად ვისწავლე. ყველაზე მეტად მომწონს ასობგერა ტ. არ მომწონს ბ. იმიტომ რომ დახლართული დასაწერია. ჩემი საყვარელი წიგნი არის დედაენა. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი სამშობლოზე. მე ასევე მიყვარს ზღაპრები. ჩემი საყვარელი ზღაპარი არის კონკია. ზღაპრის გმირებიდან მე ვგავარ პრინცესა მოანას. გაპრანჭვა არ მიყვარს, იმიტომ რომ ისედაც ლამაზი გოგო ვარ. ქუჩაში რომ მივდივარ, ყველა მეუბნება რა ლამაზი გოგო ხარო. მე ასევე მიყვარს სიმღერა და ჩემით ვისწავლე. სამწუხაროდ მიკროფონი არ მაქვს თორემ სულ კონცერტებს მოვაწყობდი. ჩემი საყვარელი სიმღერა არის აჭარული. წყალს ჭაბოდი ჩამოქონდა, არავე წყლის ჩამონატანე, ათეკა ფომონეები საყვარი შემონატანე. მე კიდევ ძალიან მიყვარს ცეკვა. 3 წელია ცეკვა ანსამბლთაწმინდაში. ყავს არაჩვეულებრივი ლელა მასწავლებელი. მხიარულიცაა, მკაცრიც და ყველას გვიყვარს. ჩემი საყვარელი ცეკვაა ქართული ცეკვა. საყვარელი ილეთი არის ეს. ადრე ბალეტზე დავდიოდი და იქ მქონდა კონცერტი. ჩემი შემდეგი კონცერტი მინდა მქონდეთ საბერძნეთში. მაგ კონცერტზე მინდა მეცვას გრძელი წითელი კაბა. ბევრი ლამაზი ტანსაცმელი მაქვს და ყველა მიხდება. ყველაზე მეტად უფრო მიყვარს ახლა რაც მაცვია. ეს ტანსაცმელი მაჩუქა დედიკომ და მამიკომ. ისე საჩუქრები ძალიან მიყვარს. თოვლის ბაბუასაც სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მაჩუქა მიქსერი, სათამაშო და სათამაშო მოსარევი. წელს მინდა მაჩუქოს სახატავი რვეული და დაფა, რო დავხატო. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 68 წლის. მისი ნამდვილი სახელი არის ალბათ სოსო. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ჩემი კლასელები და მასწავლებელი მიყვარს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ნუცა ებგენიძე. ყველაზე ჭკვიანია მართა. ყველაზე მშვიდია ერეკლე. ყველაზე ბედნიერი მგონია მეორე ნუცა. მე ვარ ყველაზე ლამაზი და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანი არის ბუნება. საყვარელი მასწავლებელი არის ლიკა თოდრია. იმიტომ რომ ლამაზია, მხიარული და არ ყვირის. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე კბილის ექიმი. იქამდე მინდოდა გამოვსული ვიყავი პოლიციელი. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი ძმა, დედა, მამა და ბებია. კიდე მინდა მყავდეს 2 და. ჩემი ძმა არის 6 წლის და ქვია დემეტრი. ის არის ჭკვიანი მაიმუნი და ცელქი. დემეტრი რო გაიზრდება, ალბათ გამოვა პოლიციელი. მამიკო არის ჭკვიანი, სიმპათიური და გულმწიფერი. დედიკო არის ლამაზი, ზრუნველი და კეთილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ლობიალი. მე საჭმელის გაკეთება ჯერ არ ვიცი, მაგრამ ყავის მოდუღება ვიცი. ყველაზე ხშირად შემოდუღებულ ყავას სვამს ბებია. ბებია არის ლამაზი, მხიარული და ქსოვა იცის. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ბებიას მოვამარაგებდი დაფებით. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა. ტაისია რომ არ მერქვას, რა მერქმევოდა? მე ალბათ მერქმევოდა ლიზი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ კითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია
დიდი სათამაშო დათვი. ბედნიერება არის პატარა ლეკვი და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.